რას ამბობდა ჟაკ პრესკო რწმენის შესახებ? ჟაკ პრესკო განმარტავს განსხვავებას ეგოისტურ რწმენასა და ნამდვილ ქმედებას შორის. ეგოისტი მორწმუნე ის ამბობს, რომ თუ ადამიანი გეუბნება, რომ თუ არ გწამს იმის, რისიც მე მწამს, ჯოჯოხეთში მოხვდები. ეს ეგოიზმია. ასეთი ადამიანი მხოლოდ საკუთარ რწმენას აღიარებს ჭეშმარიტებად. ნამდვილი ქრისტიანები კი ფრესკოს მაგალითი მოჰყავს ორგანიზაცია ექიმების საზღვრების გარეშე. ის ამბობს, რომ თუ ადამიანები, რომლებიც წლობით მუშაობენ ღარიბ ქვეყნებში, ეხმარებიან სხვებს და ასწავლიან მათ საკვების მოყვანას, აი ესენი არიან ნამდვილი ქრისტიანები, რადგან ისინი საქმით გამოხატავენ სიკეთეს. ეკლესია როგორც ინვესტიცია, ის აკრიტიკებს მათ, ვინც ეკლესიაში მხოლოდ იმიტომ დადის, რომ სამოთხეში მოხვედრის გარანტიად მიაჩნიათ. მისი თქმით, ბევრი ადამიანი სწირავს ფულს და მერე ზემოთ იხედება, კითხვით, უკვე კარგი ვარ? ეს უფრო ჰგავს გარიგებას, ვიდრე გულწრფელობას. ათეისტის გულწრფელობა. ფრესკო აღნიშნავს, რომ როდესაც ათეისტი მოხუც ქუჩაზე გადასვლაში ეხმარება, ის გულწრფელია, რადგან ის ამას არ აკეთებს.